მოკლედ, მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ირაკლი შარაშიძე, ვარ ფოტოგრაფი, უკვე კარგი ხანია ამით ვარ დაკავებული და მინდა შემოგთავაზოთ პატარა ისტორია. მოკლედ ვაპირებდი ამერიკაში წასვლას და რა თქმა უნდა, ყოველი გზაურობა არის ჩემთვის ახალი ფოტოები და თავგადასავალი. მაგრამ როცა დადგა იმის დრო, რომ უნდა გამგზავრებულიყავი ამერიკაში, შემექნა პრობლემები კამერასთან დაკავშირებით. უეჭველი უნდა ჩამებარებინა კამერა ბარგში და მაგრამ სამწუხაროდ დაზღვევას ვეღარ ვასწრებდი. ამიტომ გადავწყვიტე, რომ წამეღო ძალიან ბევრი ფირები, მქონდა შავ-თეთრი ფირები და იქ შემეძინა რამე ფოტოაპარატი, რომელიც გადაიღებდა ფირზე. ფირი იყო Kodak-ის CFT ფილმი, ესე ქვია ფირს. ამას იყენებდნენ ჩვეულებრივ ფილმის გადასაღებად. ხო, მოკლედ ჩავფრინდი ამერიკაში, კონკრეტულად ჩარლსტონში. აი ამ კამპუსში ვცხოვრობდით, იყო საერთო საცხოვრებელი. გვერდზე ქონდა ძალიან მაგარი საბურგერე ამერიკულ რეტრო სტილში. და მეგობარს გავყევი მუსიკალურ მაღაზიაში, სადაც იყიდებოდა ინსტრუმენტები. და რატომაც მაგ მაღაზიაში აღმოვაჩინე პატარა ლომბარდივით, სადაც იყიდებოდა Pentax-ის კამერა, რომელიც მითხრეს, რომ არ მუშაობდა. და ბევრი ვაჭრობის შემდეგ $25 შევიძინე ეს Pentax-ის აპარატი. რა თქმა უნდა, მივიტანე სახლში, გავწმინდე, ჩავდე ელემენტები და აღმოჩნდა, რომ ფოტოაპარატი მუშაობდა იდეალურად. საფხულის პერიოდში ვიყავი ამერიკაში, ჩარლსტონში და ძალიან ცხელოდა, ამიტომ დილის საათებში დავდიოდი უფრო და საღამოსკენ, რომ ძალიან აქტიური მზე არ ყოფილიყო და ძალიან კონტრასტული არ გამომცდოდა ფოტოები. შეგახსენებთ, რომ ეს არის ვადაგასული ფირი და ამას აქტიურად იყენებდნენ ადრე ფილმის გადასაღებად. იმიტომაც არის ესეთი კონტრასტული.
სხვათა შორის ამ ფოტომ გაიმარჯვა ფოტო კონკურსს ქოლგაში და გახდა წლის საუკეთესო ფოტო. ეს არის დათო ხოსიტაშვილი, ჩემი ძმაკაცი, უნიჭიერეს მუსიკოსი და ახლა ველოდებით საჭმლის მოტანას ერთ-ერთ რეტრო კაფეში. თუ მოგეწონათ ეს კონტენტი, გამაგებინეთ აუცილებლად კომენტარებში დამიწერეთ და გავაგრძელოთ სხვადასხვა ქვეყნების განხილვა და ფოტოების ჩვენება. გამოიწერეთ არხი და დალაიქეთ. აბა შემდეგ ვიდეომდე.